მოგიტეთ, რომ ხუთშაბათის ეს ერთი ჩვეულებრივი საღამო ჩვენთან ერთად გაატაროთ. წესით დღეს ძალიან მხიარული გადაცემა უნდა გქონდეს, რადგან პატარა იუბილე გვაქვს. თან ერთდროულად ერთის კი არა, ორი ადამიანის. Berlen giugebio Nura visnu egoneba Vikavita klavas chevi Patarebis megobreba Baj Davdivan giugebi Nasnovi gzebita Nasnovi Pač, vađit, kanida karavde, I hlaret bavševo, upali kvaravde. Pascal, Papičinidam, Bugzar Pašali, jubilarebi. Bađ, დადიხართ უკვე, რამდენი წელია? ჯუჯები უკვე 26 და ისე 40. მაგრამ იუბილეა, მეგობრობის, სიყვარულის და გაგების. 70 წელი უსრულდება ერთ ჯუჯას და 60 მეორეს. ესე როგორ მოახერხეთ? ვაიმე. მიულოცოთ. ამდენი გალით არიდე როგორ დაამხვრეთ? ჩვენ კი არ დავამთხვიეთ, ჩვენმა მშობლებმა დაამთხვიეს, კაცო. ჩვენ პატარები ვიყავით მაშინ. როგორ დამეგობრდით? ივერიამ დე კიდევ ერთ წლით ადრე ფილარმონიაში ამათი კონცერტი ვნახე, უბრალოდ ივერიის კონცერტი და პატარა ვიყავი მაშინ ძალიან მომეწონა, იმიტომ სხვანაირი რაღაც იყო მაშინ. ესეთი ანსამბლები არ იყო რა და რატომაც არც მიოცნებია რომ მოხდებოდი ამ ანსამბლში და რაღაც ალბათ არსებობს რაღაცა რომ მაგრამ ნიჭიერი ვიყავი ალბათ რო. დავიდა ერთი წელი და დამერეკა. სახლში დამერეკეს და მის ივერიაში თუ მოხდა ძალიან კაი სიზეო და მივედი. მადლიკენი ქვაზე დადე, გზას გაივლი წინ და ხდება. რიმდირიდამ დირიდადიდაოდა. ჭიშის მხიში საჭიროა მეგობრისთვის დახმარება ჯუჯები როგორ გახდით? ყველა პატარას ძალიან უყვარს თქვენი პერსონაჟები. იყო ესეთი მცდელობა რომ ყოველ ახალ წელს რაღაც ახალი კონცერტი მზადდებოდა, ეს 85 წელი. რაღაც სპექტაკლი გვინდოდა თოვლის ბებოს ზღაპარი, რომელიც სახალწლო პროგრამებს შეავსებდა. ვის ეგონა რომ ეს თოვლის ბებოს ზღაპარი 25 დეკემბრიდან გაგრძელდებოდა 25 ივნისამდე. ზაფხულში თამაშობდით ახალ წელს. თოვლის ბებოს ზღაპარი ივნისში პაპანაკება სიცხეში გამოდიოდა ჩვენი ბაბარი და ბოლი აზრიოდა ისე ცხელოდა. ეს გბედები ვერ უნდა ყოფილიყვნენ თუ არა ჩვენ. რატო? არ ვიცი, ალბათ ჯუჯური დამოკიდებულება გვერდმარებთან და რას ნიშნავს ჯუჯური დამოკიდებულება? გევარ რა ჯუჯებს. მე შეიძლება უფრო გევარ ვიდრე ეს, მაგრამ მე ეს ამყვა და მე მეც ავყევი ამას და მე უკვე რა ხდებოდა, იცით რომ? მანამდე ეს ბუს თამაშობდა. მანამდე ბუ ვიყავ. ბუ არ გავს ბუს. Nothing more feelings Trying to forget now Feelings of love ბუს დავიდარე, ბუმ ბრძენია და არ მქონდა იმის უფლება რაღაცებმა, როცა ჯუჯა ხარ და რაღაცა პატარა ბავშვებთან ხარ, რაღაც შეზღუდული აღარ ხარ. რატო? აი, ისე იქცევი როგორც პატარა ბავშვი. ოდადოდი მეგობადი ორი ჯუჯავად, ღედაღამე გამოხდელა დედთარავად. გუხიადულები და გულალალები, დიდთან დიდი პატადასთან პატადები, დიდთან დიდი პატადასთან პაპატადები. თოვლის ბებო არ უნდა მოვიდეს? თქვენ ხო თოვლის ბებოს მეგობრები იყავით? თოვლის ბებო აუცილებლად უნდა მოვიდეს.
დაუძახოთ როგორც მაშინ ბავშვებო მაშინ ვეძახეთ თოლის ბებოს ქვია ბაბალე და ესე ვიძახეთ რა ფილარმონია სავსე და 1 2 და 3 ბაბალე აბა 1 2 და 3 ბაბალე ბაბალე არა თან იუბილეები არიან და თან ესეთი ჭარმაგი ასაკის სასაჯერებელია 25 წლის წინ ავტორ ბებო ბაბალეს თამაშობდა ეხლა ნახე როგორი გოგოა და მაშინ როგორი იყო მაშინ უფრო ახალგაზრდა იყო და მაშინ რა დროს ეხლა ბებია და მაშინ ბებიობა იყო ეს ძლივს ვაბებიებდით რა მოკლედ როგორ აბებიებდით რაღაც სათვალე გამიკეთეს ნუ შემფუთეს თეთრი ტანსაცმლით და ნუ მე ძალიან გამისდიდი პირველად ბატონ ჯემალს ველაბა მე ბებია როგორ უნდა ვიყო რატო იყავით ბებიათან ნუ არ ვიცი ასე გადაწყვეტა ბატონ ჯემალ ბებო რაღაც ალბათ უცხო იყო ზღაპრის შესავალი იყო ესეთი რომ უნდა დიდი ტექსტი იყო წასაკითხი და ну ახალდამთავრებული ქონდა თეატრალური და კარგი დიქცია ქონდა და ყველაფერი თელიანბა ის ძველი სიმღერა გახსოვთ ყველა ნუ გამახსენე ის ბებოს სიმღერა კი რაღაც გამახსენე პატარა წავიმღერებთ კი ბატონო რა კი ბატონო ცოტა ვიმღერებთ პირველად როგორც ამბობ ხოლმე პირველად 26 წლის შემდეგ ჯუჯები და თოვლის ბებო Taulis, bebo babale, bebo babale. გულთან ახლოს მიგანეც ხვისი ვარამი ძის ქვეშეთში უცხოები არ ვართ არაბი სხვასაც იგივე უსურვე შენთვის რაც აქსურს მაშინის სხვაც ფიან დაზადგა დაგიშლის გულს თავის გულს გწამდეთ სიგეთის არასოდეს არ დაკარგოთ იმედი გწამდეთ სიგეთის არ დაკარგოთ იმედი თოლის ბებო ბაბალე ბებო ბაბალე თოლის bebo babale bebo babale Bravo! Magic center. Dansklet. მანამდე იყო ჩხიკვთა ქორწილი. და ბატონი ნუგზარი იყო. იყო ნების სიტყვა კანონია აღარ უნდა ლაილა თქვენ იყავით წრუწუნა. यादुना है ताहे तू है ताहे खाचापुरी ეხლა უკვე ვირთხავარ არწივს არ დაუძახოთ? დაუძახოთ? დაუძახოთ არწივს და მოფრინდეს. მოფრინდეს არწივს. ვისაც მადლობ ფრენაობას არ ერგება შესვენება ზოგიერთებს არწივობა სულიოლი ეჩვენებათ ათბილია მაშინ მართვა და მეფობად სადვილია როცა ყველა ქვეშევრდომი ვაშკაცია არწივია აბა ახლა მორჩით ბაზარს რა ხდება ბიჭო ბატონო არწივი მომზადი აგერ საფრინდით დავფრინდები მე ვიცას დავფრინდები კოდალამ შემატყობინა რომ რაღაცას აპირებ თქვენ დღეს ხო? დიახ, საერთოდ. მე უჩემოდ გახსოვ, როგორც თქვენს იუბილეარი არ ახარ. კაც თქვენი საქმე. მე მერე მაქვს იუბილე. კი ბატონო. ხო. მაგრამ არწივის იუბილეარია სხვათა შორის. კი. აჰა, დიახ. როგორები არიან ბატონო? არაჩვეულებრივები, ეხლა ესე პიშქება ცოტა უხერხულია. მიდი, მე ჩვენს გაკეთებ. 40 წელს რომ ერთად იქნები, რომ გაიზიარებ ჭირს და ხინს, ეს ცხოვრება იქნება თუ სცენა იქნება. ჩვენ რომ ასეთი დამოკიდებულება არ აქვს და ვერც სცენაზე ვიდგებოდით ამდენ ხანს და ვერც შევჩებოდით
ცხოვრებაშიც ერთმანეთს, ხო? ალბათ ამას ახსნაც არ ჭირდება როგორები ვართ. აი ესეთები ვართ, რამე თუ საქართველოს მიგვიღო თავის დროზე და ეხლაც არ სურს რომ ივერია მოკვდეს, ივერია გაქრეს, ივერიის სახელი როგორც ანსამბლის რო დაიკარგოს. ამიტომ ჩვენს ვალდებულნი ვართ აი ესეთი შემართებით, სიყვარულით, როგორც ყოველთვის გქონდა, ვიცოცხლოთ, ვიცხოვროთ და ვიმოქმედოთ ისევ ხალხისთვის და ისევ საქართველოს. თუმცა მე ბავშვობაში თქვენი ცოტა მეშინოდა. ჩემი? უდაწრუწუნა რომ არ ყოფილიყო, ძალიან შემეშინდება. ვიღაც ხო უნდა იყოს არწივი, შემოგევლე, ნუ ეხლა დამაბრალეს, იმიტომ რომ აქ ცოტა აი ესე აიღე აქედან აიღე აქედან. ხო. ნისკარტით გავს. ნისკარტით ვგევარ, ხმით ვგევარ, ხასიათითაც, ნუ ახლო-მახლოში ვარ და ბატონმა ჯემალმა და ბასილაიმა ჩვენმა ბუთხოსმა გადაწყვიტეს მე ყოფილიყავი, ამათაც უარი არ. ეხლა მე როგორ ვიყო წრუწუნა და ეს არწივი. აი რა. და არ წინდათ წრუწუნობა. მე მიჩეული ვიყავი, მე ხან წრუწუნა ვარ, ხან რა ქვია იმას. არა, წრუწუნა რატო არ წინდა? ეს წრუწუნას ხონდა საშუალება ყველანაირი ხუმრობები, რაღაცები ემაიმუნა. ბავშვებს უყვარდით ძალიან. უყვარდი, არ ვიცი რატომ. ხიარული იყავით და ხიარული, მე ჯუჯები რო გავხდით, საერთოდ შეუყვარდით, ბავშვებს კი არა, დედებსაც. დედებსაც. როგორი გუიყავით? ხო, თავის ზმნის მიხედვით ამრიჩიეს ალბათ ბუთ რა. ხო, ყველაზე დიდი თავი მქონდა და ნუ ბუ როგორც ყველაზე ხნო სიბძნის ეტალონია, ხო, ბუ და ეს არ ვიცი, გამეხადა რომ ბუ ვიყავი, იმიტომ რომ ყოველთვის წყნარი და არ მეყვარდა ხა სცენაზე მეც ესე რაღაც ეს წუწუნობა. ხო. ვიყავი წყნარი, დინჯი და ყოველთვის მარჯვენა ხელი ვიყავი არწივის. აჰა. და რა თქმა უნდა, ბუები ერთშიან ხანდახან წუწუნაზე, სუმედოდა რომ დამეპორჭყნა, მაგრამ არ გამომდიოდა. ბატონმა ჯემალმა აი ყოველთვის ზუსტად იცოდა ვისთვის რა როლი მიეცა. ბატონ ჯემალი ვინ იყო? ბატონ ჯემალი ჭიკვი თომა. დაუძახო. ჭიკვი თომა. მე ოთხე იუბილარი მოვა. კიდე ერთი საიდუმლო გავამხილოთ, ჭიკვი თომაც იუბილარია და გილოცა. ბავშვების საყვარელი პერსონაჟებია. თქვენს მიერ მოგონილი. რატომ წრუწუნა, რატომ ბუ, რატომ მერე ჯუჯები? და მიზეზი რა არის? ეს რამოდენიმე მიუზიკლის პერსონაჟებია, რაც თქვენ ჩამოთვალეთ, მაგრამ თანდათანობით იყო გრადაცია ასეთი იყო, ჯერ იყო ეგრეთ წოდებული ექსპერიმენტალური, ჩვენ ვეძახდით ხოლმე მინი მიუზიკლი, წილი და ჭიანჭველა. წილი რატომ იყო ბატონო ხო? იცი რა შესაძლე, სახასიათო როლი გვჭირდებოდა და ყველაზე სახასიათო პერსონაჟი ჩვენთან მაინც ვახტანგი იყო, იმიტომ გამორჩეული იუმორის პატრონი იყო, მე ძალიან სხარტი იმპროვიზაციის პატრონი, ეს ყველას არ შეუძლია. ჯუჯები როგორ მოიკონეთ ბატონო? ვიცოდი რა, მათი შიდა ბუნება ორივე ძალიან კეთილი პიროვნება შინაგანად. რაღაცა მალავე ხანდახან ხოლმე იუმორის ქვეშ, მაგრამ ძალიან კეთილი პიროვნებაა. და შესაბამისად ვიცოდი რომ ესენი ამას თავს გაარწმევდნენ. აი ესე შეიფრეს ორი ჯუჯა და აი დღეს, არ ვიცი ალბათ თქვენს აღნიშნავთ ამას, უბედნიერესი ხალხი ვარ ჩვენ, რომ აი დღესაც კი 26 წელი გავიდა, ხო? მოდის ბავშვი და მღერის ესე რომ თავარია სამი რამე დედამიწაზე სიყვარული სიკეთე და სილამაზე. შამიდამე თუკი იწამე ვედაფედი მოგედება ფეხანაზე ვედაფედი მოგედება ფეხანაზე ეს მეტია ვიდრე სიმღერა, ეს მესიჯია უკვე. აი ეს მიგებიერება, რა მიგებიერება. თუმცა ერთი სიმღერაც არის, რომელიც თქვენთან ასოცირდება. როცა ჭიკვი თომა ბრძანდებოდით, რაღაცას გთხოვდნენ. წრუწუნა ბუ, ყველანი ფრინველთა მთელი სამყარო. ოღონდ სიმღერა არის სიყვარულზე. დაბრუნდეთ ჭიკვთა ქორწილში? რახან ჭიკვი თომა აქ არის, არწივი აქ არის, თქვენც აქ ხართ. გვიმღერეთ რა.
ტყეში ტოტი მოტეხილა გამოცულა ნაკადული ჩვენი სიძე ზაქარია ახატული ჩახატული დამიჯერე ჩემო თომა სიძე არის ჩინებული დილი და განათლებული შესახე და დიდებული დილი და განათლებული შესახე და დიდებული სიყვარული მოვა ჩემო თომა მოვა მოვა თავის თავადა არ გამოვა არა არ გამოვა არ გამოვა ძალის თავადა აი ოჯახის პატრონი ასწავლის დილობიანი უმაღლესი განათლებით წითელი დიპლომიანი გაიდეთ მამიშვილები იქეთური აქეთური აი ბიძების პატრონი და საქმეში ჩახედული აი ბიძების პატრონი და საქმეში ჩახედული სიყვარული მოვა ჩემო თომა მოვა მოვა თავის თავადა არ გამოვა არა არ გამოვა არ გამოვა ძალის ძალადა მასპინძელო მხიარულო მარნის კარი გიჭრიალებს სიტანტე ციტერვინოს წელი ჩაგვიმაჭრიანე აბა ახლა მორჩით ბაზარს ხალიც კაი ვაში კაი მეფის სიტყვა კანონია აღარ უნდა ლაი ლაი მეფის სიტყვა კანონია აღარ უნდა ლაი ლაი სიყვარული მოვა ჩემო თომა მოვა მოვა თავის თავადა არ გამოვა არა არ გამოვა არ გამოვა ძალის ძალადა სიყვარული მოვა ჩემო თომა მოვა მოვა თავის თავადა არ გამოვა არა არ გამოვა არ გამოვა ძალის ძალადა დიდი ფეიდი და გორდილი გაიმართა. თუმცა მაყურებელმა არ იცის რომ კიდევ ერთი წრუწუნა არსებობს. კი. უკვე ახალი თაობის. ხო, კი ბატონო. რახან ყველას ვეძახით ხოლმე? წრუწუნა თაობებად ეკოს და. დაუძახოთ მაშინ. დაუძახოთ. წრუწუნა მეორე, ხო? თუ როგორ? მოდი წრუწუნა. ზენქაბრძენო ბუბატონო შორს გაისმის შენი ქება დიდებული სახელები ყველა შენგან წარმოსდგება დიდებული სახელები ყველა შენგან წარმოსდგება ბუკინისტი ბურგომისტრი ბუხარი და ბუქარესტი ბუზი ბუშტი ბურატინო ბუბული და ბულგარეთი ბურთია თუ ბუმერანგი ყველაფერში ღვაწლი გიძევს გონიგენა თესავება თვითონ ბუბაკი გაბიძეც გონიგენა თესავება თვითონ ბუბაკი გაბიძეც ბერაზი მეცნიერის სახელი გაქვს გავარდნილი და ბუ ყველაფრის საწყისია ბუზგანაა წარმოქმნილი ბუნდესტაგი ბუნდესვერი ბუღლამა და ბუღალტერი ბუთხუზი და ბასტი ბუბუ იდო ბუბუ ბუბუ ბუზგალტერი რა ვიცი აფსუს კარგად დაიწყო და გააფუჭა ყველაფერი
მიზაქრო შენ მითხარი დადარგი გაქვს რასათქმელი მიზაქრო შენ მითხარი დადარგი გაქვს რასათქმელი იყო ჩხიკვი ზაქარა. წავიდა გაქრა, გადიხცა ფერმა. მაგრამ სანამ ჩხიკვი ზაქარა გახდებოდა, იყო წრუწუნა. და ეს არავინ არ იცის, ასე რომ სტუდიაში ყავს ახლა 3 წრუწუნა. ნოდიკო წრუწუნა, ხვიჩა წრუწუნა და ბატონი ვახტანგი. როგორ გახდით წრუწუნები? ისე ამდენი წრუწუნა სადაა სანებით სადგური ახლა. მე პირადად როგორ გავხდი დღემდე მიკვირს და დღემდე გავოცებული ვარ იმიტომ რომ ბავშვობაში პატარა ვიყავი ბათუმში ჩავყრიდნენ ეს ავტობუსში სკოლაში 3 დღის საგზალით ფოლგაში გახვეული დედლებით და ხაჭაპურებით და მოვდიოდი ჩხიკვთა ქორწილის და თოვლისბებოს საყურებლად თბილისში დიახ გალიორკი და მაღლა ვიჯექით და უყურებდი ამას და ვოცნებობდი რომ ახლოს დამენახა ახლოს შემდეგ ისე გადატრიალდა ჩემი ცხოვრება რომ ახლოს კი არა არ ვიცი ძალიან ახლოს ვარ. აგერ ფანჯებალი აგერ უახლოეს ვიახდა შვედ. ხო, ბატონო რომ მითხარო შენ უნდა იყო წუწუნა ფერი გადაბივიდა და ამაზე ბედნიერი წამები იმ მომენტში არ იყო თან შემცვა კაცო. როგორ უნდა ვითამაშო მე ბატონი ვახტა ტატიშვილი შემდეგ წუწუნა. რა გაგიხდათ ეს არწივი? ბოლო ფრინველია. მერაცვალე ჩვენს დიდ მეფეს მეფეებში პირველია. ნოდიკო იყო 9 წლის წრუწუნა რო გახდა. ეს ბერმა არ იცის. ბერმა არ იცის, კი, ანუ ეს იცის. მართლა წრუწუნა იყავი პატარა? კი, ეს იცის იმან, ხოლოდ ვინც მაშინ 23 კონცერტს დაესწრო ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში. მე ზოგადად გამიმართლა, რომ ვიდექი სცენაზე ამ ბერას ადამიანებთან ერთად და ჩემი წრუწუნობა განაპირობა იმან, რომ ბატონმა ნუგზარმა გამოაცხადა მოსმენა მუსიკალური ბავშვებისა. ბატონი ნუგზარი აკეთებდა საბავშვო ჩხიკვთა ქორწილს და როდესაც მივედი დედა მიმიყვანა კასტინგზე 5 თუ 6 წლის ვიყავი არ მახსოვს პატარა ვიყავი ძალიან შევედი მოსმენაზე მომისმინა და მითხრა რომ ნახე როგორ ანუ თქვა რომ ნახე როგორ გავთო როგორ გავს წრუწუნასო ხო და რაღაცა მე გამიხსნა რომ მოვეწონე პატარა ვიყავი ხო მოკლედ მე მეკითხა რომ რა ქვია მეთქარ ნოდიკო რა გვარი ხარო ტატიშვილი მეთქი და გაგიჟდა გადაირია ნახეო ესე იგიო მაგარია ორი წრუწუნა ორივე ტატიშვილიო და მოკლედ ესე მოხდი ესე და უკავშირდა ჩემი ცხოვრება ივერიას და როდესაც ვიყავი 9 წლის მაშინ უკვე მქონდა ძალიან დიდი პატივი იმისა რომ მათთან ერთად გარიყავი უშუალოდ სცენაზე ეს არის ძნელი მე იცი რა მაშინ დიდად ვერ ხვდებოდი რომ ეს ძნელი იყო იმიტომ რომ ვიყავი პატარა უბრალოდ ვიყავი ძალიან ბედნიერი იმიტომ რომ ჩემთან ერთად სცენაზე იდგა ნუგზარ კვაშალი ვახტანგ ტატიშვილი თემურ ციკლაური თამუნა ამონაშვილი მანანა თოდაძე გივი ბერიკაშვილი პაპათა პაპა იყო მაშინ და ეს იყო ჩემთვის ძალიან დიდი პატივი მართლა და მე დღესაც და მთელი ცხოვრება ვიქნები ძალიან ბედნიერი იმიტომ რომ ძალიან კარგად გზელოდა ძალიან კარგად ხო რახან 3 წრუწუნა ყავს სტუდიაში რაღაცა წრუწუნული უნდა ვიმღეროთ მე მგონი, ხო? ვიმღეროთ. რომელსაც ერთი მღეროდა თავის დროზე მიუზიკლში, მაგრამ გავაერთიანოთ წრუწუნული ძალები მაშინ, ხო? და ესაც პირველად პროფილში მოხდება. ეხლა სხვაგან სად შეიძლება 3 წრუწუნამ ერთი წრუწუნას სიმღერა შეასრულოს, ხო? მარტო წრუწუნება ჩვენ არ დავეხმაროთ? დავეხმაროთ. წრუწუნული. შენოთ და გამშვენოთ გამრავლდით და გაიხარეთ ღმერთმა ისე შეგაბეროთ როგორც მზე და როგორც მთვარე აფანდარა პატარა ძალი მალე ისე გაგესუქო ცხრაუღელმა ხარეკა მეჩმა გასწიოს და ძვრავერუყო Sivaruma dar
იცი სიტყვა მოგცეს არწივი ხმა მაღალი სიყვარულის სევიდელო დაუყენეთ თვალი მდესა აგაშენო დაგაშენო ფერი ფერსა მადლი ფერსა დაუყინე საბადართლოს ხარიჩა ამ ცხოვრების სარეღალი სიყვარულმა დაგრიჯა სიყვარულმა დაგრიჯა Samoci. 70. 70. 80. არა, 65. 70. როგორ მოხდა ეს? აი, ამდენი მრგვალი თარიღი ესე ერთად მეგობრობის 40 წლის სიბერია. ხო. უკუღმა როცა ეხლა აირევი. ჩვენ ესე იგი ტრადიციად გქონდა ივერიაში, თავის დროზე არავინ არ აკეთებდა კონკურსი. ვეჯიბერებოდით ამა თუ იმ სიმღერებში, სადაც უფრო ეს ხიფთა კონკურსი მაგალითად იყო ვინც უფრო მეც სიმღერას შეასრულებდა ჩიტებზე. მერე იყო როცა აგრძალეს საერთოდ სმადადალევა, მერე იყო ვინ უფრო მეც სიმღერას შეასრულებდა წყალზე, ჩაიზე და ასე შემდეგ. მერე იყო ვინ უფრო მეტ ფულზე, გოგონებზე, სახელებზე და ეხლა რაზე შევეჯიბროთ? დღესაც რა ვიცი, ვითომ ესე იგი ექსპლორატად გვინდოდა რაღაც მოგვეგონა, იმიტომ ვინაიდან რაღაც 70-65, რომ სიმღერა სადაც უფრო მეტი ციფრები და რიცხვები იქნებოდა, მაგრამ ეს მათემატიკოსია, მომიგებს. მოიცა რა. რიცხვებზე არის სიმღერები საერთოდ? რიცხვებზე? კი. მოდი ხვიჩა მე დამეხმარება. ხო. და ნოდარი ტატიშვილი დაეხმარება ვახტანგ ტატიშვილს. ანუ ტატიშვილები მაშინ მე გადავჯდები. გადაჭიქი რა. რაც კარგები ვარ. აბა ნახოთ რა გამოვა. ტატიშვილები ვარ. არ გამოდი რაღაც რითმაში, მაგრამ ფაქტია. ბაჭა. ვინ იწყებს? რუტუნები ვარ. ვიწყებს და რა თქმა უნდა. ჯემალი და მე ჟიური ვიყავ. კი ბატონო. გასაგებია, მაგრამ ვიცი ჩვენ ეს ისა რა უნდა რას გაგვახსენდება, მოკლედ ჩვენ ხო? რაზეა? ჩვენ ვიყავით ერთადერთი ანსამბლი, რომელიც რეპეტიციებდა 15 წუთს. ნომერს ვაკეთებდით პირდაპირ კულისებში. იყო ესეთ შემთხვევა, ჯემალი დამეთანხმება. გამოდიოდით და ყველაფერს ვაკეთებდით ისე. ნიჭიერები ვარ და რა ვქნა. დაიწყე. იწყებენ ტატიშვილები. მხოლოდ შენ ეროლოდ შენ რას რომ ჩემთვი კაი ეხლა მოუწია მაღლიდა არის სიმღერა გაგვეთვალა ეხლა ორზე ხო? არა ერთზე ჯერ მინორი შენ ერთადერთი ხარ ჩემი ღმერთი ოფჩი ეხლა ერთს ვეღარ იმეორებ ეხლა ორზე ახლა ორი ორადორი მეგობარი ორი ჯიგალა ვეღარავე განუწელა ერთადავარ გულ ხიარულები და გულაღალები ამინდია ეხლა თქვენ ორზე ორთა ავთვალი მაგარია სინათლე რა ეხლა სამზე სამი აგერ რუკო სამი თვია რაძე და ტოვე ეს მხარე დატერილი ტარე მომტერე ერთხელ არ გამახარე მას შეგეთვალა და ესე წონალობა ვერ უმარტე მაგრამ ხო უმარტე კი ეგ ავარია სამი რამე დედამიწაზე სიყვარული სიკეთე და სილამაზე სამი რამე იწავე ეხლა ნახოთ რა სიტყვის 4-ზე არ შეიძლება გამოვტოვოთ 5-ზე გიბადონო 5-ზე 6-ზე გიბადონო ვაი ყველა ხრიდან დაჭაგრული მე ვარ სიმონა და ლიზა 6 წელი შემიზრუნდა არ მიწვია ლოგიზე ეხლა თქვენ სანდრო დაიხჩვიდელა ვაიმე ჩემო ვენახო 7 წელიწად ჩაგეთვალა 7-ზე
კარკუჭი წამაიყვანეს ქალი ლამაზი თმიანი შვიდი მაყარი გაიყვა შვიდავეს რვაზე შვიდი გურჯანელის ვიცი რვაზე კარგად არა ვიცი მერვე კლასელი მერვე კლასელო აგასაზდელო ჩვენ მიმდარია ესე იგი ასე გამოდი ეს ჩვენ ჩაგვეცა ზემო წადი უბედურად ადგა ჩემთვის 1911 წელი რამხელა ციფრივა ვარდგი აჰა წავიდა სისათხელები 1000 ფერები ნინოთინოთ შემომარ 1000 უკვე 1000-ია 1500 წლისა ხარ ვიალებ შენი სახელი ვერნი თუ გეხარ ნიუ-იორკს თბილისო გენაცვალები აჩა 1500 ხო? 1000 გვერდი 1000 ვარდი ჩამოვიდა და მეკება 100,000 აბა მილიონ ჩვენ გავიმარჯვე მილიონზე მეტი განი გაიმარჯვეს მაშინ ყველაზე ბევრი ხო იცი რომელი ამ შემთხვევაში როგორ შეიძლება ხოლმე აბა ერთი პატარა მეგობრებამ გაიმარჯვა. მადლობა. მაგრამ იცით რა შეგრძნება მაგბატონ თემურ? გული მე მგონი მართლა არ ბერდება, ხო? რა თქმა უნდა. უი, რა თქმა უნდა. 100 წლისაც არ ვიქნები, ახლა თქვა 100. ეგ მე ვიმღერებ, მაგას ეხლა როგორ მაშინ ვაჩვენოთ ყველას როგორ არ ბერდება გული. თემურ ტიპაური. დოღია და მარულა ჩვენი რაშიც მიხრის არა ჩერდება მერერა რომ ჭაღარათ მასში შემოპარულა გული თურმე არა ბერდება აშოვტილი ასულის სილამაზეს ღაფრული დამსაფრავს და გული გამიჩერდება სინდის ნამუშევრული თავს ვიმართლე ბეთქრული აქნა ძმაო გული არა ბერდება საც არ ვიქნებით ბებრები გული შევჩეს ოღონდ უბერებელი გული შევჩეს ოღონდ უბერებელი რასაც ვხედავ ისა ვარ თისგანა ვარ თისა გული ჩემი ვერ გადასვაფერდება რომ მოვა და მიუვალ მისავალ იქაც ვიტყვით გული არ აბერდება გულის ხმა გულნათქენი ისევ გულით მორჩება დაგიამებს სიარებს აგარიდებს სიავეს თუ კი გულიანად ირჯება თუ ვარ გულის ხმებით დირიბა გულიდანვე გულიანად მღერიბა 100 წლისაც არ ვიქნები ბებერი გული შევჩეს ოღონდ უბერებელი გული შევჩეს ოღონდ უბერებელი ეს ცხოვრება მალოლა დოღია და მარულა თავის მსაჯი თავის მეთაურითა უსმიენდერ ბოლაში იმარჯვებენ გულითა განარაში განაბედაურითა გულის ხმა გულნათქენი ისევ გულით მორჩება დაგიამებს სიარებს აგარიდებს სიავეს
თუ კი გულიანა ნირჯება თუ ნირიბარ გულინებით ნირიბარ გულინანვე გულიანად მღერიბარ 100 წლისად არ ვიქნებით მებრები გული შევჩეს სავალნუმერებელი გული შევჩეს ხალხო უბერებელი ძალიან ხიარული პროფილი გვაქვს. უმცროსი ჯუჯის მეუღლე და შვილიშვილი მოვიდნენ ჩვენთან. თინა ჩიქოვანი და ანა. აი? დაღამოჩიტობისა, ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედით ჩვენთან. წავიდეთ, გავიქცეთ. როგორი ბაბუაა ჯაჯუ? როგორი ბაბუა და გეტყვით, ესე იგი, მე რო ცოლი მოვიყვანე ადრე მოვიყვანე შედარებით ვახოსთან შედარებით ადრე და ეს იზახდა აუ რა ბედნიერი ადამიანი ხარო შენ ახლა შვილი გეყოლებაო და ისე და მე ისე მოხდა რომ ამის გოგო გათხოვდა ამის ბიჭმა ცოლი მოიყვანა და 6 შვილი ყავს და ჩემი ბიჭმა მოიყვანა შარშანწინ და აგერა ერთი მყავს მაგრამ მომეამაშენა ეს კიდო გეყოლება კაცო 10 წელი წინ ჩემამდე შეიცვალეთ ძალიან შევიცვალე რატო იცი ამასიდათ ჩამიგორდა ლოგინში და დამახტა ესე იგი ხო და მეუთხარი ბაბუ ცოტა უნდა გავხდე მეთქი თორე ვერ ვეტებით მე და შენ ერთად მეთქი და შევფიცე რომ 100 დღე არ დავლევ არ შევჭამ და დავიკლებ ცოტას და შეასრულებ ვასრულებ მე რამდენი დღეა პროცესში ვარ მე რამდენი დღეა ხო საინტერესო 36 ტარს იმსახურებ როგორი მეუღლეა მაშინ ამ პროფილად ცოტა როგორ გაიცანით ერთმანეთი მომიყევით. ოკეი. გავიცანით ქობულეთში. 73-ში დაუჯახდით და მას მე ასე ვართ. ერთად მეგობრულად, ხე შვილი ყავთელი აქცენტი გადმოსული ამაზე, ამას არ უნდა მოაკდეს არაფერი ეს უნდა გაასეირნოს, ამას უნდა აჭამოს. ბაბუა ისეთი, რომელიც ჯობია ძალიან ბევრ ძიცას. ეს რას? ნამდვილად. აი რას აკეთებს? ყველაფერს აბსოლუტურად. პილოტების გამოსვლაზე პამპერსი ჩაცმა ვისწავლე. იმასაც აცმევს, საჭმელს უმზადებს. გათენდება თუ არა ბავშვი იმ წუთში მასთან არის, იმიტომ რომ თვითონაც ბავშვს სურვილი აქვს და ასე მთელი დღე ერთად არიან. თუ გასულია რეკავს ისტერიულად რომ ჭამა. ეს ძალიან ცელქი ქალბატონია მე მგონი. ეს ძალიან მხიარული ქალბატონია. აი აუა. და ძალიან კარგი გოგოა და ბაბუს გოგოა ეს. პირველად დღეს დებიუტი აქვს სხვადასხვა ტელევიზიით. და შესანიშნავად იქცევა. სულ რაღაც 2 წლის. აბსოლუტურად არანაირი რეაქცია. ისეთ რამსმენია გაკეთდა ივერიელებისგან. ძალიან ერთგული ქმარიაო. ჩემი ცოლი ჩემთვის ყველაზე ლამაზია. ყველაზე მაგარია და ესე იგი ყველგან აბსოლუტურად სამზარეულოშიც, ბისაღებშიც და იქაც ხო, რა მნიშვნელობა. მოკლედ ყოველთვის მაგარი ხო და იმიტომაც არ ღალატობდი. მიუძღვნათ მაშინ სიმღერა ამ ყველაფერს. აი ამ ნათქვამს. ესე იგი ახლა ესეთი სიმღერა მქონდა ჩაფიქრებული რა. დღეს მოდასია ინგლისურ, ფრანგულ, იტალიური სიმღერა, რომელსაც უძღვნით ჩემს მეუღლეს, ჩემს შვილიშვილს და რა თქმა უნდა ყველა ქალბატონს და მაიკოს და სულ ყველას თქვენ, ჩემო ლამაზებო. სულ ყველას. ავიქოთ ერთად. Sai dare solo tu. Tu dirmi quando baci signorina mambo, quando ti fermi, quando baci più non di più, mi piace sai quando gioco col tuo spirito, mi piace sai soprattutto col tuo fisico, tutti ti vogliono, tutti ti cercano, che ti reclamano e non ti trovano. Guardala, esta ci se ne va, se nadie turma se la grande star. Baby, ti amo, ti dico I love you, e signorina,
Mami dimmi. Dirmi quando baci signorina mambo, quando ti fermi, quando baci che non ti Mi piace sai, le tue labbra sono un fremito e finché stai, il suo bacio enigmatico. Tutti ti vogliono, tutti ti cercano, che ti reclamano, che non ti trovano. E quella guardala, te baci se ne va, se la di curva, sei una grande star. Baby ti amo, ti dico I love you, e signorina, volevo rendezvous e darmi un bacio di quelli che sai dare solo tu. Baby ti amo, ti dico I love you, e signorina, volevo rendezvous e darmi un bacio di quelli che sai dare solo tu. E darmi un bacio di quelli che sai dare solo tu. ნუგზარ ყვაშალი და პატარა ანა. Bravo. გილოცავთ აბა დებიუტს. დებიუტი შედგა. ბატონო, ხო თქვენებიც უნდა მოვიდნენ, ხო? ой, ამისები თუ მოვიდნენ, ვინ? თუ დაეტევიან. დაეტევიან. ნინო ბოლქვაძე და ბახტანგ დათიშვილის 6 შვილიშვილი. ბაშებს გითხავ ჯერ მაშინ. ბაბუს როლები ნანახი გექნებათ ბუნებრივია, ხო? დიახ. რომელ ამპლუაში და როლში უფრო გიყვართ? როცა ჯუჯაა, როცა რწყილი იყო, როცა ტრუწუნა იყო? ყველანაირში მოგწონს, მაგრამ განსაკუთრებით ჯუჯის როლში. დატო? უფრო საყვარელია, ყველა საყვარელი მაგ როლში არის და ძალიან საყვარელია მართლა. როგორ გაიცანით ერთმანეთი ქალბატონო ნინო და როგორი ქმარია? ეცეთ მღეროდა კაცო. მე მღეროდი უცხოენების ინსტიტუტში. მართლა? დიახ. ჯემალ ბაღაშვილთან ერთად და ვალერი ლომსაძესთან ერთად ტრიო ქონდა, კვარტეტიც ქონდა, კიდე გოგი დოლიძესთანაც ერთად მღეროდი. მოდიოდა რეპეტიციებზე ჩვენთან და იქ გავიცანით. ჩვენ ერთად მოვიყვანეთ ცოლები 72-ში ამან. ესე იგი დაბადების დღეები ხო ერთად გაქვთ? ცოლების ერთად მოიყვანეთ? 72-ში. ატიშვილების შემთხვევით არცხედან ერთად. თქვენი შვილიშვილები მღერიან? მღერიან, მაგრამ ზოგს ეძარება და ზოგს არა. მაშინ ვისაც არ ეძარება? ხო? ის გვიმღერებს. ოღონდ ძალიან ისეთ საპასუხისგებლო დუეტი უნდა გქონდეს, ხო? ნოდიკო ტატიშვილთან ერთად უნდა იმღეროს, ნინუცამ. ყველაზე გაბედული ნინუცა მართალია. ესეც სიმბოლურია, ნოდიკოც იმზადება კონცერტისთვის. ოღონდ ძალიან საინტერესო კონცერტისთვის. და შემთხვევით არ არის დღეს აქ. საინტერესო და საპასუხისმგებლო კონცერტია გამომდინარე იქიდან, რომ მარტის თვეში დიდ საკონცერტო დარბაზში ჩატარდება კონცერტი, რომელსაც ერქმევა ნოდიკო ტატიშვილი პროექტით ალექსანდრე მასლაიას ზღაპარის სიყვარულისა. ანუ ეს იქნება ერთგვარი ბატონ გუთხუზის გახსენება, რა თქმა უნდა, და იმ მუსიკის გახსენება, რომელთაც მან მთელი ეპოქა შექმნა და ეს ეპოქა დღემდე მოვყვება. მაშინ გავიხსენოთ ერთ-ერთი ამ სიმღერათაგან. ნოდიკო და ნინუცა. Respirar
ახალი დუეტის დაბადებას. თუმცა ჩვენ ბატონი ვახტანგისთვის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც გვაქვს მოსალოცი. ბატონო? საპატიო თბილისელობა. დიდი მადლობა. მადლობა. მთელი გადაცემის სახელით მინდა მოგილოცოთ ეს მართლა ძალიან საპატივცემულო წოდება, თუმცა თქვენი ქალაქისთვის გააქვთ საჩუქარი. დიახ. ახალი სიმღერა თბილისი. ახალი სიმღერა თბილისი. ჯერ მითხარით რა განცდა ქალაქში საპატიო მოქალაქე რომ ხარ? საპატიო მოქალაქე რო ხარ, უნდა იყო კარგი მოქალაქე. ანუ? კარგად უნდა იქცევოდე. დიახ. უნდა გიყვარდეს მეზობლები, უნდა გიყვარდეს შენი ქალაქი, უნდა გიყვარდეს შენი კოჩები, სიცუფთა უნდა გიყვარდეს. ლიფტი არ უნდა კონდეს გაპუჭებული სახლში. დიახ. ამერთი უნდა წარქვია, მაგრამ ბევრი რამეა. ეს საპატიო მოქალაქეობა ახლა მე არ ვიცი რას ნიშნავს, მაგრამ მე როგორც ვიქცევოდი, ისე მოვიქცევი, გასაგებია. თავარია რომ უბრალოდ გიყვარდეს თბილისი და გიყვარდეს ყველაფერი კარგი, რაც თბილისში კეთდება და რაც ცუდი კეთდება, იმას უნდა მიაქციო ყურადღება, მიუთითო და ასე შემდეგ. მაგრამ ყველას არ შეუძლია თბილისზე იმღეროს და თან ახალი სიმღერა. დღეს ძალიან ბევრი ძველი და ყველასთვის საყვარელი კომპოზიცია მოვისმინეთ და მე მგონი მოვიდა დრო პრემიერისა პროფილში. სიმღერა თბილისი. ისევ მინდა გიმღერო მოგეფერო კიდევ ერთხელ თბილისო ჩემო მეც რომ სიტყვა დამაბედე თაწმინდიდან მონაბერი ქარი ყველა ოვანს მოივლის და გლოცავს დედასავით გეფერება თკვარი ღამემ შუბზე გაკოცა თბილისო შენთან ერთად მიხარია გათენება დილისო მეც რომ სიმღერა მოგიძღვნა ამას მინდა მიშლისო კაცია თუ ქალია მე მთელ ქალაქს ვეფერები მეგობრების ალიანს ვერასოდეს შეველები მერენა რომ თმაში გაჩნდა თეთრი გული მაინც სიყვარული ფეთქავს მე თბილისის აშუღი ვარ ერთი ესეც მინდოდა მეთქვა ჩემი გული შენთან ერთად
ერთად ღერის ხუმრობს ტირისო ტირისო ენაცვალების ჩემს საქმეს უკეთესად თითქმისო თბილისის აშუღი ვახტანგ ტატიშვილი ხადაშარის გადაცემის მესამე ნაწილში ჩვენ სწორედ თბილისზე დაწერილი 3 ახალი სიმღერის პრემიერა უნდა მოვისმინოთ. თუმცა მანამდე მთელი სულით და გულით მინდა მოგილოცოთ ორივეს დაბადების დღე. თქვენი მეგობრობის 40 წლისთავი და გითხრათ რომ ყველას მე მთელ ჩვენ შემოქმედებით ჯგუფს და ალბათ ყველა ჩვენს მაყურებელს ძალიან უყვარხართ. დიდი მადლობა. მაგრამ ერთი პატარა სათხოვარი გვაქვს კიდევ. კიდე? ხო, რახან შვილიშვილებთან ერთად ხართ და ამდენი ვისაუბრეთ იმაზე, რომ 26 წელია უკვე ჯუჯები ხართ. გახდით ცოტა ხანი ისევ ის ორადორი მეგობარი. უკვე თქვენ შვილიშვილებთან ერთად და ყველამ ერთად გვიმღერეთ, იმიტომ რომ ჯუჯების ჩამომავლებით ფანტასტიურად მღერიან. აბა, კარი. უკვე ბევრი მეგობარი ხართ ერთად. მოდი ბავშვებო. ორადორი მეგობარი ორი ჯუჯა ვართ, დღედაღამე განუყრევად ერთად ვართ. გულმხიარულები და გულავალები, დიდად დიდი პატარას და პატარები, დიდად დიდი პატარა და პატარები. თავარია სამი რამე დედამიწაზე, სიყვარული, სიკეთე და სილამაზე. სამი რამე თუ გიწამებ, ვერაფერი მოგერევა ქვეყანაზე, ვერაფერი მოგერევა ქვეყანაზე. ხურჯინი მოგაბალა ბაბალემ, თოვლის დებო ბაბალემ, ორივეს ერთი რამ დაგვავალეს, ერთი რამ დაგვავალეს. თუ კეთილი კაცი ნახო გაჭირებული, უწირადე მისი წილი განცეული. მოეფერე დიდი ალესი, ასეთია დავალება ბაბალესი, ასეთია დავალება ბაბალესი. La 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 სატარებს ბოროტება საფარებს ჩვენს ოფელს ახლოს არ გავაკარებთ ახლოს არ გავაკარებთ თავარია სამი რამე დედამიწაზე სიყვარული სიკეთე და სილამაზე სამი რამე თუ გიწამებ ვერაფერი მოგერევა ქვეყანაზე ვერაფერი მოგერევა ქვეყანაზე Tbiliso, che perevi
შემოხვიო ხელები შენი მზეთან დამყვება სიცოცხლე არ თავდება შენთან ერთად რაც ვინატრე ყველაფერი ახდება ეს მარტო თბილის მოხდება თვალიანს ჩემი გულის სიყვარული სავსეა ყოველთვის როცა ცაზე ვარ ზღვავები ამდია თბილის მოგეფერები სიტყვას ვერ ველები სადაც სავალ მინდა შენე შემოხვიო ხელები შენი მზეთან დამყვება სიცოცხლე არ თავდება შენთან ერთად რაც ვინატრე ყველაფერი ახდება ახალი ჰიტი თბილისზე ნოდიკო ტატიშვილი თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია სპეციალურად თბილისობისთვის ჩვენს ქალაქზე დაწერილ კიდევ რამდენიმე ახალ სიმღერას მოусმენთ მე ვფიქრობ რამდენიმე ახალ ჰიტს გთხოვთ მივესალმოთ ივა ჭყონია და თბილისურის კვარტეტი სიმღერა თბილისზე ამბობენ რომ თბილის ქალაქს ასეთი ქონია ბედი რომ ნათელ ქმნას უყუნეთი ჩუმად მინდა მოგეფერო განაცვალო ჩემი თავი ჩამეძირა ფიქრის ნავი სოფლის დიდ ნადიმზე ყოველივეს ნათელს ფენსზე ამ ცხოვრების თამანას ხოვიდრეს ღვინო დამატროს მათქმევინეთ რაც მათხულში ხვალაც ვიტყვი რაც თქვი გუში ჩემი ლამაზი ქალაქის ძეგლობის სადავლიო და თბილისის სიყვარულში ცუთი სოფელი გავალიო ქალაქურმა ჰანგმა სრულად მომხიბლა და გამაოცა და ცხოვრება დამილოცა მე თბილისის სუნთქვა მესმის და მის გულის ნადებს ვედავ მასთან ერთად ღირის ბედა მომეცალა უბან დავიარო განაღმართი ხანდაღმართი ავიარო ჩავიარო ყველა ქუჩა მოვიარო სიბნელეში არ ვიარო და მთელი გზა ნაბიჯ დარდი მანდულად ვიარო ეს ცხოვრება ჩემებურად თბილისურად გავიარო უბან დავიარო განაღმართი ხანდაღმართი ავიარო ჩავიარო ყველა ქუჩა მოვიარო სიბნელეში არ ვიარო და მთელი გზა ნაბიჯ დარდი მანდულად ვიარო მე თო მუდამ მომეცალა უბან დავიარო განაღმართი ხანდაღმართი ავიარო
დავიარო ყველა ქუჩა მოვიარო სიბნელეშიც არავიარო და მთელი გზა ნაბიჯ დარდი მანადულად ვიარო ეს ხორება ჩემებურა თბილისურად გავიარო ეს ხორება ძველებურად ქალაქურად გავიარო მადლობა. თუმცა ესეც არ არის ყველაფერი, ხო? კიდევ გვაქვს სიურპრიზი. მაყურებლისთვის ცოტა ხნით მინდა რომ წამოხვიდეთ. ჩვენთან დიდი მადლობა ბიჭებო. თბილისობას გილოცავთ დაგვიანებით. პირველ რიგში. თქვენც და ყველა თბილისელს ულოცავ ამ. და ძალიან მიხარია რომ ორი საჩუქრით მოხვედით ჩვენთან. ახალი სიმღერით და ახალი კლიპით. და ორივე თბილისზეა. რა თქმა უნდა. სულ მინდოდა მეკითხა ეს ჩვენს მაყურებელსაც აინტერესებს. თან ხართ გარდა იმისა, რომ კარგად ვღერისთ, ძველი თბილისის გამგებლის მოადგილე. იშვიათად შემხედრია თანამდებობის პირი, რომელიც ასე კარგად ვღერის საჯარო აუდიტორიის წინაშე. ყველას აინტერესებს რატო? სიმღერა რა გამღერებთ? სიმღერა ესე რომ ვთქვა ტრადიციულად მოგდევს ოჯახურად და სიმღერა არის ჩემი სულის ამოძახილი. ჩემი გულის ამოძახილი. რომ არა სიმღერა ალბათ ვერცერთ საქმეს ისე ვერ გავაკეთებდი როგორც დღეს ვაკეთებ. და თბილისზე რატომ ღერი ხართ ამდენს? ძალიან მიყვარს თბილისი, ძალიან მიყვარს ჩემი ქალაქი და მე ძალიან ბედნიერი ვარ რომ მიწევს ამ ქალაქში მუშაობა, ამ ქალაქში მსახურობა და განსაკუთრებით იმ ლამაზ უბანში, რომელსაც ძველი თბილისი ქვია. რაღაც შემიძლია რომ მცირედი მაინც გავაკეთო ამ ლამაზი უბნისთვის. თუმცა ახალ სიმღერას თქვენ მარტო არ ასრულებთ. არა, ახალ სიმღერას. თეატრალურის კვარტეტთან და ქეთი გაბისიონთან ერთად ვღერით. ქეთი გაბისიონი. გამარჯობა, გამარჯობა. კლიპის პრეზენტაცია გვაქვს. თქვენი სიმღერის მიხედვით არის ეს კლიპი შექმნილი. მე ძალიან მომეწონა. ასე მგონია რომ გაჰიტდება. კი, ჩვენც მოგწონს ეს შემთხვევა. როგორ დაწერეთ? ეს იყო ესეთი მეგობრული გადაწყვეტილება ჩვენი, ჩემი ევაზი და თეატრალურის კვარტეტის და ფაქტობრივად მესიჯია თბილის რა. უშენო თქვი ამ სიმღერას, თუმცა, მაგრამ აქ იგულისხმება, რომ უერთმანეთოთ არ არის კარგი დამეთანხმები, ალბათ უმეგობროთ, უთბილისოთ და და ასე შემოსიყვარულოთ და აი ამას იტევს ეს კლიპი. ნახოთ მაშინ, ხო? დაგინახე ამერია სიზმარი სანატრელო ჩემი გოგე გითხარი კოცნა უნდა გამოგზავნო შენ მითხარი სადა მოგნახო ბუგანო სიღარულის დრო ნახო რატომ გინდა შენი გზებით ვიარო ან დაფიქრი რატომ გაგიზიარო ჩემი ეშხით მოდის წვიმაცი და მთვარემ გამიღიმა ვინ ხარო ახთენილო სიზმარო უშენოთ სიყვარულს გავადანქარს უშენოთ მეც არ ვიცი რა იყო ლამაზო შენი ღიმილი მაწავს თვალებს მარიდე გაგიმხელ მიყვარხარ და მაგიჟე სიყვარულმა ძველებურად დამათრო მაგ თვალებმა გული დამწვა გადარო მოფერება დაგვებე და შენზე ფიქში მათემდება სადგნახო იცი უნანამნახო თურმე რასაც გული მიავს ჩვენი სიყვარული ქვია
გეხვეწები გაჩერე დრო როგორ მინდა დღემზიანო შუადელ ადამიანოს მე ჩემს სათქოს არ დამტოვოს ვთქო უშენო სიყვარულს გავადამქას უშენო მეც არ ვიცი რა იყო ლამაზო შენი დიმილი მძავს თვალებს მარიდე გაგიმხელ მიყვარხარ გამაგიჟე ვინ გეტყვის მითხარი შენ ახარ სიზმარის ხვანე და ვინ არის რომ უთხრა მიყვარდი ჩემთან რომ იყავი შენი თიხსნებოდაცა მინდა რომ გაიგო დრომსევ და წაიღო მსურს ფიქრი გაგითბო სასახლე აგიგო სიცოცხლე გაგიღო ფიქრებში ზარბავდეს ხვალ ვინ გეტყვის მითხარი შენ ახარ სიზმარის ხვანე და ვინ არის რომ უთხრა მიყვარდი ჩემთან რომ იყავი შენი თიხსნებოდაცა მინდა რომ გაიგო დრომსევ და წაიღო მსურს ფიქრი გაგითბო სასახლე აგიგო სიცოცხლე გაგიღო ფიქრებში ზარბავდეს ხვალ აი ასე ჩვენ თქვენთან ერთად ძალიან კარგად ვიყავით იმედი მაქვს თქვენც ასე რომ მოდით ჩვენთან პროფილში ხუთშაბათს საღამოს 10-ზე დროებით